ახლახან გაძლიერდა შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ქარგის კუნძულზე, სპარსეთის ყურეში სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს. დონალდ ტრამპის მთავრობა განიხილავს კუნძულის ოკუპაციას ან ბლოკადას, რათა ირანზე ზეწოლა მოახდინოს და ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნას. ამ ხუთშაბათამდე 2026 წლის 26 მარტამდე ოფიციალურად დადასტურებული შეჭრის ბრძანება არ არსებობდა, მაგრამ სამხედრო გადაადგილებამ და ვაშინგტონის ტონმა რეგიონი მაქსიმალურ მზადყოფნაში ჩააყენა. 13-დან 20 მარტის ჩათვლით შეერთებულმა შტატებმა ორი მნიშვნელოვანი ამფიბიური ძალა გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში. შემდეგ USS Boxer, USS Comstock, USS Portland. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ სპარსეთის ყურისკენ მიემართება ორი სწრაფი რეაგირების დანაყოფი, დაახლოებით 5000 საზღვაო ქვეითითა და 1000-ობით მეზღვაურით, რომლებიც მზად არიან მოქმედებისთვის, თუ მიიღებენ ბრძანებას. დაძლიერება მხოლოდ ზღვაზე არ შემოიფარგლება. Associated Press-ის ინფორმაციით, მინიმუმ 1000 ჯარისკაცი ასევე მზადდება ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ცხადად აჩვენებს მასშტაბის ცვლილებას. სიტუაცია აღარ არის მხოლოდ საზღვაო და უკვე რეალურად ჩნდება სახმელეთო ოფციის შესაძლებლობა. კარდის კუნძული ამ კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ის ჩვეულებრივი კუნძული არ არის. ის ირანის სანაპიროდან დაახლოებით 26 კილომეტრში მდებარეობს და ქვეყნის ნავთობის მთავარი საექსპორტო პუნქტია. Reuters ინფორმაციით, კარდის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს ამერიკელებმა კუნძულზე სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, ექსპორტი მაინც გაგრძელდა. სწორედ აქ არის პრობლემის არსი. როცა ვაშინგტონი კარდის კუნძულს უყურებს, მხოლოდ სამხედრო ობიექტს არ ხედავს, არამედ ირანის რეჟიმის ფინანსურ წყაროსაც. იქიდან გასული ნავთობის დიდი ნაწილი ჩინეთში მიდის და კარგის კუნძულზე ნებისმიერი სერიოზული შეფერხება არა მხოლოდ თეირანს, არამედ მთელ საერთაშორისო ბაზარს აზიანებს. სწორედ სააგენტო Reuters-მაც აღნიშნა, რომ კუნძულის ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება შეიძლება დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის ამოღებას გამოიწვიოს გლობალური ბაზრიდან. ამ ზეწოლის მიზეზი პირდაპირია. კარგის კუნძული ბერკეტად იქცა, რათა ირანი აიძულონ შეამსუბუქოს ზეწოლა ჰორმუზის სრუტეზე. ზღვაოსნობის დერეფანი ატარებს მსოფლიოს ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედს. როდესაც მოძრაობა ჩერდება, შოკი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ ეხება. ის გავლენას ახდენს ენერგიის, სატრანსპორტო, სასუფების, საკვების ფასებზე და აღწევს ქვეყნებს, რომლებიც ომისგან ძალიან შორს არიან. ამჟამინდელ დებატებში ორი მთავარი გზა ჩანს. პირველი გზა არის საზღვაო ბლოკადა კარდის გარშემო, რათა ირანის ექსპორტი შეაჩერონ შიდა ხანგრძლივი ოკუპაციის გარეშე. მეორე გზა არის სახმელეთო ოპერაცია, როდესაც საზღვაო ქვეითები გადმოდიან კუნძულის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად. ორივე სცენარი სერიოზულია. ბლოკადა უკვე მძიმე ეკონომიკური დარტყმა იქნებოდა. ოკუპაცია კიდევ უფრო ფეთქებად ნაბიჯს წარმოადგენდა, რადგან ამერიკულ ჯარებს ირანის ტერიტორიასთან ძალიან ახლოს დააყენებდა და დაპირისპირების ახალ დონეს გახსნიდა. თეირანმა უკვე უპასუხა ამ მუქარას. 23 მარტს ირანის თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმა მის წინააღმდეგ ან მის სანაპიროებზე გამოიწვევდა სპარსეთის ყურის მარშრუტების დანაღმვას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ კარგზე თავდასხმა ან ოკუპაცია მოხდება, ირანი დაპირებას დებს, რომ ზღვაში ქაოსს გაავრცელებს. ეს აჩვენებს, რომ ქმედება, რომელიც ჰორმუზის გასახსნელად არის მიმართული, პირველ ეტაპზე შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს რეგიონში ვითარება. ვაშინგტონის პოლიტიკური გზავნილიც კვლავ წინააღმდეგობრივია. ტრამპმა თქვა, რომ ჯარებს არსად აგზავნის, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ თუ გაგზავნიდა, ამას არ იტყოდა. ამავე დროს თეთრი სახლი საუბრობს მოლაპარაკებებზე და შეთანხმების შესაძლებლობაზე, მაშინ როცა ირანი უარყოფს პირდაპირ დიალოგს და აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას. ანუ ჯარები მოძრაობენ, არის დიპლომატიური ზეწოლა, მაგრამ ჯერ საბოლოო საჯარო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამიტომ რაც ხდება, მარტივია გასაგებად. შეერთებული შტატები სწრაფად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და სწავლობს ირანის ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე დარტყმას. ამ ყველაფრის ცენტრში არიან ტრამპი, პენტაგონი, წყნარი ოკეანიდან გაგზავნილი საზღვაო ქვეითები და თეირანის რეჟიმი. ეს შეიძლება უახლოეს დღეებში ახალ ეტაპზე გადავიდეს, რადგან გადაადგილებები უკვე დაიწყო 13-დან 20 მარტის პერიოდში. გადამწყვეტი მომენტი ამ ეტაპზე ისაა, რომ მსოფლიომ ჯერ კიდევ არ ნახა დადასტურებული შეჭრა, მაგრამ უკვე ხედავს რეალურ ნიშნებს ბევრად უფრო დიდი დაპირისპირების მოსამზადებლად.